საგამოძიებო კომისიის ხდომაზე ნანა ქადაგიშვილს მოусმინეს ის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლია. მარიამ ქართველიშვილი გვერდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. მას შემდეგ, რაც ქადაგიშვილების ოჯახმა სააკაშვილს ჯერ რევოლუციის დაფინანსებაზე უთხრა უარი, მის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი კერძო ბანკიდან მილიონების ჩუქებაზე უარი, ისინი დააკავეს, ბანკის თანამშრომლები დააკავეს, რომლის აქციონერიც იყო თავად ამირან ქადაგიშვილი, გამოგონილი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს თავად ქადაგიშვილი, მისი შვილი და ცოლი. ნანა ქადაგიშვილი იხსენებს ციხის უმძიმეს პირობებს, მის 22 წლის შვილს რეჟიმის უფროსმა ქილერამ იგივე ალექსანდრე მუხაძემ სასწრაფო ოპერაციის გაკეთების საშუალება არ მისცა, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრები მიუგზავნეს, შვილის მოკვლით დაემუქრნენ და ფული მოსთხოვეს. გადამიყვანეს ორთაჭალის ციხეში, აი იქ რო გადამიყვანეს უკვე შოკში ჩავარდე, 5 თვე ვიყავი, აი თანდათან აცივდა ამ სიცივეში, ესე იგი გათბობა არა, ცხელი წყალი არა, დაბანი საშუალება არა. რამდენი ქალი იყავით საკანში? აი ჩვენ საკანში სხვათა შორის ნორმალურად იყო ეგ სიტუაცია, ოროლი ვიყავით რკინის საწოლებზე, მაგრამ ჩემი მეუღლესთან დაკავშირებით იმავეს ვერ ვიტყვით, 25 ან 20 კვადრატული იქნებოდა ის ოთახი, როგორც ამირანი მიხსნიდა და აჭიკო, რომ ჯერ ამ ოთახში იდგა 6 საწოლი ორსართულიანი. ამის გარდა, ესე იგი იყო 80 კაცი. და მორიგეობით იძინებდნენ. 12 საწოლი იყო, თუ სწორად 12 იწვა და დანარჩენი 68 ელოდებოდა, როდის გაიღვიძებენ ისინი, ვისაც ძინავს, კი ბატონო. იძინებდნენ, მე უნდა გაგაღვიძებდნენ და სხვა უნდა იყო. დანარჩენი დრო ფეხზე იდგნენ. წარმოიდგინეთ 24 საათში 2 საათი. ჩემი მეუღლე გულით ამანტყოფი იყო, დიაბეტიკი იყო და ცუდად გამხდარა იქა და შეშინებიათ, მე გადავუყანიათ დღეს ბალნიცაზე. აჩიკომაც ვერ გაუძლო იქ ყოფნას და ისიც გადაიყვანეს. თქვენმა ვაჟმა. ხო, ჩემი უფროსი ვაჟი, რომელიც გარდაცვლილია. ამაზე საშინელი ციხე, რაც არსებობდა, მე მგონი, ქვეყანაში რეზბალნიცა იყო ყველაზე დიდი საშინელებები, რაც ესე იგი სულხანი ამბობდა, რომ აიო რა წამებას აკეთებდნენ იქ ადამიანებს, აჩიკო ზუსტად ამას ყვებოდა, რომ უკვე მალეო შიზოფრენია დამემართებაო იძახდა, მე ამას მეც ვერ გაუძლებო ყვიროდა. რამდენი წლის იყო თქვენი შვილი? 22-ის იყო, რომ დაიჭირეს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი სუტრაბახობდა ქურდული სამყარო განადგურე საქართველოში აღარ არიანო, სხვადასხვა ციხეებიდან გადმოიყვანა 7 ქურდული სამყაროს წარმომადგენელი, შეიყვანა ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი მათ კამერაში და იმათმა დაუწყეს, ჩხუბი ის, რომ აი შენ 10 მილიარდი გაათეთრე, ამათმა უთხრეს, რომ მოგიკლავთო აჩიკოსო, თუ შენ ამ ფულს არ მოიტანო და გაიწიენ აჩიკოსთვის, რომ რაღაცა დაეშავებინა და ჩემი მეუღლე რო გაქანდა და ეცა ამათ თურმე ვიღაცამ უკნიდან კინა ჩაარტყა თავში და გონება დაკარგა ჩემმა მეუღლემ სისხლი ფანტანივით. მუხაც. იყო მაშინ ორთაჭალის ციხის ხელმძღვანელი. მირეკავს საღამოს ჩემი მეუღლე და მეუბნება, რომ ნანა ესეთი მდგომარეობა არისო. ხო და მოგცემ ტელეფონი ჩაიწერეო, მითხრა და დარეკეო რა ჩემ მეგობართან. დილას ადრე ზარია კარებზე მირეკავს ვიღაცა. გავედი და ვიღაცა უცნობი მამაკაცია და მეუბნება ქალბატონო ნანა, ესე შეფუთული აქ თან რაღაცა და ესო ბატონმა ბადრიმ გამოგიგზავნათო. ბადრი პატარკაცის შვილზე ეტყობა, ბატონ ბადრის დაურეკეს და სთხოვეს და მე თქვენი ქმრის მეგობრებმა. ხო, ჩემი ქმრის მეგობრებმა. თქვენ ამ თანხის წყალობით გადაარჩინეთ თქვენი ვაჟი. მაგრამ ეს არ იყო ერთეული შემთხვევებით, ქალბატონოთი. სამჯერ იყო კიდე ესეთი შემთხვევა. შვილის მოკლის მუქარით ციხეში. კიდე ისე შვილის მოკლის მუქარით, ეს ყველაფერი დაახლოებით ხდებოდა ყოველთვის რეზბალნიცაზე. ამის მერე, ესე იგი, ჩემი შვილი ავად გახდა, დაემართა იცით კენჭის გავლა თუ რაღაც არ ვიცი ისა და იქ დადგინდა ზუსტად რომ საოპერაციოა და უნდა გაყვანილი იყოს საოპერაციოდ. ეს მუხაძე უარს ამბობდა გაყვანაზე. ბოლო დავხვდი ამ მუხაძეს ციხის კარებთან, ადრე უთენია, დილა უთენია დავხვდი და უთხარი რომ ყველაფერს მე გადავიხდი, მე უთხარი ხო მე ვიხდი ამას ყველაფერს. ბოლო ადამიანი ხო ხარ მეთქი, მე უთხარი მეორე დღეს გადმოიყვანეს ჩემი შვილი ნაოპერაციები და მე საერთოდ კონტაქტები აღარ მქონდა ჩემ შვილთან. ბოლოს ზარი გაისმა ჩემ ტელეფონზე და მირეკავს სულხანი მოლაშვილი და მეუბნება რომ ქალბატონო ნანა არი ნერვიულოთ მე და დათო უვლით მას ნემსებსაც ჩვენ უკეთებთ ყველაფერს არც დავით მიცხოვა
მირცხულავა და დავით მირცხულავა და სულხან მოლაშვილი ამასობაში დააკავეს, ვინც არის ის იმისთვის ყვებით და დაგირეკეს, რომ არ ინერვიულოთ ჩვენ გულით თქვენ შულსო. აჩიკოსო და არ ინერვიულოთ, მე ვიციო თქვენ რაზედაც ნერვიულობთო ეხლა აქაო. მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას მათ არ მივცემთო, არ მივაკარებთო და ყველაფერს ისინი უკეთებდნენ. ასე გადარჩა იმ დროს აჩიკო, მაგრამ მე ბეჰეპატიტი მაინც შეყარეს მას. რითი დაიღუპა თქვენი ვაჟი საბოლოოდ? აი ბეჰეპატიტის შედეგად ციხიდან რო გამოვიდა უკვე მეოთხე სტადია ცეროზი ქონდა. ადეიშვილმა არ მოაწერა პირველ შეწყალებაზე ხელი და 6 თვის შემდეგ ხელახლა შეიწყალა კომისია და უკვე ჩაერთო ისა ჩვენი უწმინდესი უთხრესო ეს ბავშვი გაუშვითო აუცილებლადო. ქადაგიშვილების ოჯახის ყველა წევრი ციხეში სასტიკ მოპყრობას დაექვემდებარა რა ამირან ქადაგიშვილი ციხის საავადმყოფოში მხოლოდ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაიყვანეს და იქვე ამის გამო სასტი გადააწამეს. ამ და სხვა წამების საქმეების მთავარი ფიგურანტი ქილერა კი სააკაშვილმა ორჯერ უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა. ჩემი მეუღლეც სტრასბურგის გადაწყვეტილებიდან არ ვიცი ამას რა ქვია მითითება დავალება თუ რა გადაწყვეტილება მოვიდა რომ ჩემი მეუღლე გადაყვანილი ყოფილიყო სპეციალიზირებულ საავადმყოფოში. ამის მაგივრად გადაიყვანეს გლდანის საავადმყოფოში, ციხის საავადმყოფოში. ესენი სულ ყველა გააშიშვლეს და каранტინის დაშლაში მოაყოლეს ჩემი მეუღლეც უკვე ასაკოვანი კაცი დაახლოებით 60-61 წლის იყო უკვე მაშინ უმოწყალოდ სცემეს ადამიანი რომელიც დღეში 4 ჯერ ინსულინს იკეთებდა მთელი დღის უჭმელი საღამომდე ქვემოთ ამყოფეს. მერე როცა აიყვანეს კამერაში, მან თურმე ვინც აიყვანა იმას თხოვა, რომ ძალიან გთხოვთო ნემსი უნდა გავიკეთო ინსულინი, აუცილებლად რო ცუდად ხვდებიო და ძალიან გთხოვთო ერთი ნაჭერი პური ან შავი ან თეთრი მომეწითო, თორე შეიძლება გიპოში ჯავარდეო. მოკლედ ეს როგორ მოითხოვეს შენო და კიდე დაუმატეს იქ თურმე ცემა და წაართვეს ლეიფი. 2 კვირა თუ 3 კვირა იმ ცირკინის ლეიბზე იწვა. როცა ნახვის უფლება მომწეს, რომ შევედი ჩემმა მეუღლე მაისური აიწია და მაჩვენა აი ეს ნეკნები და ისინი სულ დალორჯელებული ქონდა სულ ყველაფერი რა. მე როცა ციხეში ვიყავი, შემშილობდი და რეჟიმის უფროსმა გამიყანა და ესეთი რამე თქვა, ხო ხედავ ექიმი არ გაკითხავს და არავინ პატრონი არ აკყავს. აქო და ნუ შემშილობო, თორე თირკმელი გაგეთიშება და 17 თეთრად ჩამოგწერენო. 17 თეთრად, იმიტომ რომ ჩვენ არ 17 თეთრი არ ვიყავით, არ ვღირდით მათთვის. საჭმელს ჩვენ არ გვაძლევთ წყალს ჩვენ არ გვაძლევდნენ ტუალეტი ჩვენ არ გქონდა დაბანის საშუალება ჩვენ არაფერი საჭმელი არ გქონდა მედიკამენტი არ გქონდა თუ ვინმე ჩვენიანი არ შემოგვიტანდა ჩვენ შიმშილით კვდებოდით იქ იმ ცივ გაყინულ ოთახში სადაც -10 გრადუსი იყო ხანდახან ოთახში ტემპერატურა. ქადაგიშვილების 16 ტომიან საქმეში სისტემური დანაშაულის 10-ობით მაგალითია ზეწოლა მოწმეებზე, სასურველი ჩვენების მისაღებად დაკავება, მოსამართლეების პროკურატურაში დაბარება და მათი შვილების თავისუფლებით ვაჭრობა. საბოლოოდ კი ქადაგიშვილების ოჯახი მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად უკანასკნელი ბინიდან გამოასახლეს მხოლოდ იმის გამო, რომ სტრასბურგში გაგზავნილი სარჩელი უკან არ გამოიწვიეს. მოწმეებზე, როგორი ზეწოლა იყო მოწმეებზე. ერთ-ერთ სხდომაზე მოხდა ისე, რომ 2 ბანკის თანამშრომელმა ჩვენება შეცვალა. დავით ნოზაძე ეკითხება, რომ აი თქვენო აღიარეო შვილო, შენო ბრალიო, რომ მეო დანაშაული ჩავიდინე ფულის გათეთრება, რაღაცა მითვისება ეს ის და როგორ ხდება ეხლა იძახი რომ მე დამნაშავე არა ვარო. რატო გავაკეთებ ეგო და ეს იმიტომ გავაკეთებ ბატონო მოსამართლეო, ჩემიო წამებისო მოკლე გზა იყო დამთავრებისო მოკლე გზა იყო რომ საპროცესო შეთანხმებაში რა ეწერა ისიც კი არ ვიციო ხელი მოვაწერე რომ გამთავისუფლებულიყავიო. იგივე თქვა მეორემაც. ხო და ეს პროკურორები ისე გაბრაზდნენ ამ მოწმეზე და დაიწყეს მისი დაჭერის პროცედურები. ანუ საჭირო იყო ეს დაკითხვის ოქმი, როგორმე გაეტანათ სასამართლოდან. არა და კანონით დაკითხვის ოქმის აღება არ შეიძლება სანამ სასამართლოს სომის განხილვა ბოლომდე არ მივა. პროკურორი იბარებს პროკურატურაში მოსამართლეს და ეუბნება, რომ შენ ახლა აქ უნდა შეცვალო, რომ ფიცი დადებული აქვს, უნდა შეცვალო, რომ ესე იგი მან ფიცი
დადო და ამიტომ დაარღვია 371 მუხლი და ასევე რომ კრების ოქმიო შენი გამოცემულია და ხელი მოაწერე კრების ოქმზეო. არავითარ შემთხვევაში არ ვიზამო ამასო ამ მოსამართლემ და მე მოხდაო ესეთი რამეო ეს ყვება რომ დაიჭირესო ჩემიო შვილიო და ესო უკვე მივიღეო ჩემი პირად შურის ძიებად რომ ჩემზე შური იზიედო მასო და დავწერე განცხადება მოსამართლეობის თანამდებობიდან მოსამართლის შვილი დააკავეს იმიტომ რომ თქვენ საქმეზე ჩავუდეს მე მგონი თუ არ ცდილობდა ჭეშმარიტების დადგენას თქვენ ახსენეთ ზაზა მეიშვილი რომელიც ეწოლას ახდენდა მოსამართლეზე აბსოლუტურად უფლებაც არ ქონდა კანონიერადაც რომ მოეთხოვა რამე მithumetes უკანონო ზეწოლას ახდენდა ეს ადამიანი რომელიც იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თავის დროზე იყო უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე დღეს არის ილიას უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი და გასაგებია რა სამართალსაც ასწავლის სტუდენტებს და რა უნდა გამოვიდნენ მისი სტუდენტები რა შეხედულებები შეიძლება ქონდეთ სამართალზე საერთოდ და სასწაული იყო რა ეს მძევლების ინსტიტუტი ეს ცალკე გამოსაყოფია მე მგონი და ესეთი რამე აი შუა საუკუნეებშიც კი იშვიათად აი ახლა შაჰაბასი იყო ალბათ ეს და რა გამონაკლისებით რომ შუა საუკუნეებშიც კი ასეთ რამეს არაკეთებდნენ ხოლმე იმ პერიოდში როდესაც თქვენზე იყო ეს ზეწოლა თქვენი მეუღლე რო ციხეში იყო თქვენი შვილიც რო დააკავეს არც ერთ ტელევიზიას პირიქით ეს რა ქვია შემომითვალეს რომ უნდა გამოიტანო საქმე სტრასბურგის სასამართლოდანო და ბინა რომელიც დარჩენილი მქონდა ერთადერთი ბინა დიღმის მასივში იმასო არ ჩამოგართმევდო და მე უარი ვთქვი სტრასბურგიდან საქმის გამოტანაზე რამდენიმე დღის შემდეგ ისინი შემოვარდნენ ჩემს სახლში აღსრულების ბიუროსთან ერთად გამომასახლეს იმ სახლიდან ჩემი 4 მცირეწლოვანი შვილიშვილთან ერთად ზამთარი 17 იანვარია და შეასახლეს გეტყვით ახლა ვინ შეასახლეს რატიმ გელაძე რომელიც აღმოჩნდა თქვენ სახლში შეასახლეს? ჩემ სახლში შეასახლეს რატიმ გელაძე რომელიც აღმოჩნდა გდანის ციხის მიყურადების ოთახის კურატორი მას ერთლარად გადასცეს ჩემი ბინა ეს არის უკვე აი თქვენი ქართული ოცნების მოსვლამდე რამოდენიმე თვით ადრე. ეს არის 2012 წლის იანვარი. როდესაც ნიკა მელია ხელმძღვანელობს აღსრულების ბიუროს, ეს ის დროა. ხო. კი. ეხლაც ის არის იმ სახლში? დიახ, ეხლაც ის არის იმ სახლში. საგამოძიებო კომისიის ხდომა უკვე დაასრულებულია კომისია მუშაობას ხვალის მოწმეების გამოკითხვით დაასრულებს.